გადაწყდა, რომ გაგვეკეთებინა ერთ-ერთი საღამო, რომელზეც მჭირდებოდა მეორე ხმა, იმიტომ რომ მარტო პირველი ხმა ვიყავი და ან ვიცოდი რომ ვიღაც ჭინჭარაული იყო სკოლაში და ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო ეს ჭინჭარაული. გადავწყვიტე ანი გამოცნო, ანი გავიცანი, კითხა რომ თუ მღეროდა, ან საერთოდ მქონდა თუ არა მუსიკასთან შეხვედრა და ვიტყოდ საერთოდ არ მომღერია. მაგრამ მოსმენილის ქონდა და უყვარდა კიდევაც ეს სიმღერები. მე რაღაც პატარა სიმღერა ვასწავლე, დავამუშავეთ ეს, გავიტანეთ კონცერტზე. იმის მერე მე და ანი ერთად მღეროდით. თავიდან გავიცანით ლიდა შორენა ერთმანეთის სკოლაში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. შემდეგ თათიანა და შორენამ გაიცნეს ერთმანეთი და სამივე რო ესეთ დავმეგობრდით, მე ერთად მღეროდით ხოლმე. რამდენიმე დღე დაახლოებით ერთი კვირაზე მეტი შეიძლება იყოს, კიდევ ვფიქრობდით რა უნდა დავექვიენ ჯგუფისთვის, გვინდა და ისეთი რომ ყოფილიყო კარგი და ანუ არაერთი მარტო ამ საღამოთვის და კონცერტებისთვის არ გვინდა და გვინდა და ცოტა სერიოზული რო ყოფილიყო. და ვფიქრობდით დიდხანს ვინ აღარ შევაწუხეთ სახელზე რომ იქნებ როგორღაც დაგვეხმაროთ რაღაც და შემდეგ ერთ დღესაც შორენას ხდება დილით წერილი დედამისის რომ ნახე რომ გერქვათ მანდილი და ძალიან გთხოვთო რომ იქნებ დაითქვათ ეს სახელი, იმიტომ რომ სიზმარში ვნახე რომ წარმატებას მიაღწია და ძველი სიმღერები გაგვიცოცხლებინა და მიგვეტანა ხალხამდე, იმიტომ რომ ამ სიმღერას რასაც ვაკეთებთ გულით მართლა. ეხლა ქართული ტრადიციები ძალიან მიუწყებულია. მართლაც ჩვენ ასაკში განსაკუთრებით და არავის არ აქვს იმისის, რომ გამოვიდეს და ტრადიციული ქართული სიმღერა იყოს. ზოგს ცხენია მაგალითად რომ უსმის. ერთ-ერთი სერიოზული კონცერტი გვაქვს 27 ოქტომბერს რუსთავში, ქალაქ რუსთავში გაიმართება. ვართ სულ 5 ჯგუფი და ძალიან სასიამოვნო კონცერტი იქნება, სასიამოვნო საღამო იქნება. სულ გვაქვს 7 სიმღერა და ვცდილობთ რომ ყველა სიმღერა ჩავწეროთ ჩვენი რაც არის. რომ ჩვენი ერქვა სიმღერას. რამდენიმე სიმღერის ჩაწერის შესაძლებლობა გვაქვს და მე ალბათ გამოჩნდება ის ვინმე ვის დაგვაფინანსებს ჩაწერას.